ეს ის შემთხვევაა, როდესაც ბევრი წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად, გაუქმებული და გადადებული ფრენების ფონზე, რეგიონში არსებული არეულობა და ქაოსი, ქვეყანაში ჩარჩენის შიში ვერ გამარცხებს და მოგზაურობა, რომელსაც ამდენი ხანი გეგმავდი, უნდა გამაიყვანო. ომანი არაბეთის ნახევარკუნძულის მარგალიტი ქვეყანა, რომელსაც მიწით ესაზღვრება საუდის არაბეთი, გაერთიანებული საემიროები და იემენი, ხოლო წყლით მეზობლობს ირანთან და პაკისტანთან. სუსტად ხვდები ახლა უმეტესი თქვენთაგანი რას გაიფიქრებდა, მაგრამ დაგამშვიდებთ და გეტყვით, რომ ომანი არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მთელს რეგიონში და მან უდიდესი ისტორიული როლიც კი ითამაშა ისრაელსა და ირანს შორის თავის დროზე მშვიდობის დამყარებაში. მოგესალმებათ Key Adventures-ი. ამჯერად არაბეთის ნახევარკუნძულის მარგალიტი ქვეყნიდან, რომელსაც ძალიან დიდი ხანია მინდა რომ ვესტუმრო. აქამდე არაფრით არ გამომდიოდა რეგიონში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე. არც ახლა იყო მშვიდობა რეგიონში და ასე რომ ვთქვათ, ბოლომდე მეშინოდა, რომ ჩემი რეისი არ შესრულდებოდა, მაგრამ როგორც იქნა აქ ვარ და მაქსიმალურად ვეცდები მოგაწოდოთ ინფორმაცია ამ ულამაზესი ქვეყნის შესახებ. სანამ ომანის აღმოჩენას დავიწყებთ მისი დედაქალაქით, მასკატით, მინდა რომ მცირე ისტორია მოგაწოდოთ ამ ქვეყნის შესახებ. წარმოიდგინეთ 1000-ობის წლის წინ, როდესაც რუკაზე ჯერ კიდევ არ არსებობდა ბევრი ქვეყანა, ომანი აკავშირებდა აღმოსავლეთსა და დასავლეთს. აქ გადიოდა ფრანკისენსის გზა, თუმცა ამ ეგრეთ წოდებულ თხევადოქროზე ოდნავ მოგვიანებით მოგიყვებით ცნობილი მატრასუქიდან. ომანელებს იმდენად კარგად ესმოდათ მონსუნური ქარები, რომ წარმოვიდგინოთ, როგორც დღეს ნავიგაცია ესმით პილოტებს და ამის გამო მოახერხეს იმდენად ძლიერი საზღვაო ფლოტის შექმნა, რომ მე-17 საუკუნეში არაბეთის ნახევარკუნძულიდან პორტუგალიელებიც კი გააძევეს და შექმნა ომანმა უდიდესი საზღვაო იმპერია, რომელიც წარმოიდგინეთ ზანზიბარამდეც კი გავრცელდა. ანუ ომანელი სულთნები ომანს ზანზიბარიდან მართავდნენ, იქ ვაჭრობდნენ ოქროთი, მონებით, სანელებლებით, მაშინ როდესაც დედაქალაქი ოკეანის გადაღმა აქ მასკატში ჰქონდათ. იმ პერიოდისათვის ომანი ითვლებოდა ერთ-ერთ უდიდეს საზღვაო იმპერიად. ომანის დედაქალაქი საუკუნეების განმავლობაში იყო კარიბჭე ინდოეთის ოკეანესა და არაბეთის შიდა სამყაროს შორის. სწორედ ამიტომ მასკატი ყოველთვის უფრო მეტად საზღვაო ქალაქი იყო, ვიდრე უდაბნოსი. მისი ბუნებრივი ნავსადგური იმდენად დაცული და სტრატეგიულია, რომ აქ ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში ჩერდებოდნენ ვაჭრები ინდოეთიდან, სპარსეთიდან და აფრიკიდან. ფორმირდებოდა რა? ამ ქალაქის კულტურა, კულინარია და თავად საზოგადოება. ომანის განვითარება, თანამედროვეობა და დღევანდელობა, რასახითაც დღეს ომანს ხედავთ, დაკავშირებული არის ერთ უმნიშვნელოვანეს ადამიანთან, სულთან ქაბუსთან. ქვეყნის აბსოლუტური მონარქი 2020 წლამდე სწორედ სულთან ქაბუს 50 წლიან მმართველობას უკავშირდება ეგრეთ წოდებული ომანის რენესანსის ხანა. 1970 წლამდე ომანი არ იყო განვითარებული ქვეყანა და სწორედ მას შემდეგ, რაც ქვეყნის მონარქი გახდა სულთან ქაბუ,
მან განახორციელა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები ჯანდაცვაში, ინფრასტრუქტურაში, გენდერის და თანასწორ უფლებიანობის საკითხებში, ადამიანთა ცნობიერების ამაღლებაში და შედეგად მივიღეთ ის საზოგადოება, რასაც დღეს ომანში ჩამოსულნი აქ შეხვდებით. ახლა ვიმყოფებით დიდ მეჩეთში, აქ მასკატში, რომელიც სულთან ქაბუმ საკუთარ ხალხს და მისი მმართველობის 30-ე წლის თავს მიუძღვნა. მეჩეთი ძალიან განსაკუთრებულია და აქ მოსულნი აუცილებლად იგრძნობთ მის საერთაშორისოობას და ეს საერთაშორისოობა იმაში მდგომარეობს, რომ ამ მეჩეთის ასაგებად დასჭირდათ დაახლოებით 300,000 ტონა ინდური ქვა, ასევე იტალიური მარმარილო, ეს გახლავთ მაროკოული ფილები. შიგნით ცენტრში მეჩეთში შესულნი აუცილებლად ნახავთ მთლიანად სვაროვსკის თურებით მოჭედილ ავსტრიულ ჭახს და სპარსული ხალიჩა, რომელიც მეჩეთს განსაკუთრებული ერთსენს. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე აღნიშნო, რომ ეს სპარსული ხალიჩა არის ხელნაკეთი ყოველგვარი გადაბმის გარეშე და სწორედ ამ ნიშნულით არის ყველაზე დიდი მთელ მსოფლიოში. ამიტომ აუცილებლად გაგაოცებთ სულთან ქაბუს მეჩეთი აქ მასკატში თქვენ ჩამოსულებს. მატრა სუქი. ეს გახლავთ არა მხოლოდ ომანის, არამედ მთელი არაბული სამყაროს ერთ-ერთი უძველესი ბაზარი. ის მდებარეობს მასკატის ძველ ნავსადგურთან, იქ, სადაც ოდესღაც ინდოეთიდან, აფრიკიდან და სპარსეთიდან ჩამოსული გემები ჩერდებოდა. სწორედ ამიტომ მატრა სუქი ყოველთვის იყო პირველი ადგილი, სადაც უცხოელი ვაჭარი ფეხს დგამდა ომანში. აქ არაფერია იდეალურად სწორი. ვიწრო დერეფნები, დაბალი ჭერი, ერთმანეთში გადახლართული გზები. ეს არ არის შემთხვევითი. ასე შენდებოდა სუქები, რომ ადამიანი გაჩერებულიყო, ესაუბრა და ევაჭრა. სუქში ნახავთ ვერცხლის ტრადიციულ ომანურ სამკაულებს, ომანურ ეროვნულ ხანჯლებს, სანელებლებს, ქსოვილებს და ხელნაკეთ ნივთებს. მაგრამ მატრა სუქის თავარი პროდუქტი არის How is the name of this product? Frankincense Luban. ლიბანი, იგივე ფრანკინსენსი და ეს პროდუქტი ფაქტიურად ამ პროდუქტმა ომანი გაამდიდრა, იმიტომ რომ ანტიკურ ეპოქაში ლიბანს იგივე ფრანკინსენსს იყენებდნენ ფარაონებისთვის, წვავდნენ ასევე ძველ ანტიკურ რომში ცხობშეწირვისთვის გამოიყენებოდა და ასე რომ ვთქვათ, იგივე ოქროს ფისს ეძახდნენ იმ დროს. What can you tell me about this luban in general? This is two types coming. Okay. One type coming for eating, Okay. best quality, and different have for burning. Okay. This is also best quality, but not for eating. That one for only burning. That one, the black one, this is a good quality for burning. Burning. Okay. And this is normal. This is a touch. Tight quality. This is second quality. This and first quality white one. This is hojeri. This name is hojeri. This is smell it. It's very nice. It's one natural smell. Okay. No alcohol, nothing. This is coming from tree. Okay. Tree natural. That one. This is called luban and Arabic called luban and English says frankincense. Frankincense. Yes. And different. So it's the most popular product popular here in Oman. in Matra Souk. Famous, very famous. This one traditional. The most people they buy Matra Souk here in Matra Souk. Yeah, They yeah. buy this. Okay. Lot of buy. These people. ხოდა მოდი ჩვენც ვიყიდოთ ახლა. Okay, we will buy them.
ურბანული მასკატის აღმოჩენის შემდეგ ჩამოვედით ნიზვაში, სადაც კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რამდენად განსხვავებულ ლანდშაფტებს გვთავაზობს ომანი. ნიზვა არის ომანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული და კულტურული ქალაქი, რომელსაც ხშირად ომანის სულიერ დედაქალაქსაც უწოდებენ. იგი მდებარეობს ალ-დახილიის რეგიონში, ჰაჯარის მთების მახლობლად და საუკუნეების განმავლობაში იყო რელიგიური, საგანმანათლებლო და სავაჭრო ცენტრი. ნიზვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა მე-6-მე-7 საუკუნეებიდან, როდესაც ომანში იბადიტური ისლამი გავრცელდა. ქალაქი იყო იმამების რეზიდენცია და აქ მიიღებოდა რელიგიური და პოლიტიკური გადაწყვეტილებები. სწორედ ამიტომ ნიზვა ასოცირდება ცოდნასთან, სამართალთან და ტრადიციების დაცვასთან. ურბანული მასკატის შემდეგ ჩამოვედით ნიზვაში და თუ მეტყვით, რომელი ქალაქის სანახავად ჩამოხვიდოდეთ ყველაზე მეტად ომანში, აუცილებლად გიპასუხებდეთ, რომ ეს არის ნიზვა. ეს კი გახლავთ ნიზვას სავიზიტო ბარათი, ნიზვას ციხესიმაგრე, რომელიც აუცილებლად ყველა თქვენთან გასაქმნანახი დარწმუნებული ვარ და ის მე-17 საუკუნეში აიგო და ისე არის სპეციალურად დაპროექტებული, რომ უსაფრთხო ყოფილიყო და დაცული ყოფილიყო, ასე რომ ვთქვათ, ციხესიმაგრე მტრებისაგან. ის არ არის მხოლოდ სამხედრო ნაგებობა, აქ იპოვით ციხეებსაც, საცხოვრებელ სივრცესაც, სადაც უშუალო სულთანი ცხოვრობდა და ძალიან მნიშვნელოვანი ნაგებობა არის, ულამაზესი ნაგებობა არის და ძალიან მიხარია, რომ დღეს გესალმებით სწორედ ამ ციხესიმაგრიდან. ომანის აღმოსავლეთ ნაწილში გადაჭიმული ვაჰიბას ქვიშები ასობით კილომეტრზე ვრცელდება და საუკუნეების განმავლობაში იყო ბედუინური ტომების სახლი. სახელიც სწორედ ვაჰიბას ტომიდან მოდის, რომლებიც აქ ცხოვრობდნენ და იცოდნენ, როგორ ეარსებათ გარემოში, სადაც შეცდომა არ გეპატიება. აქ ქვიშა არასდროს არის ერთნაირი. დილას ოქროსფერია, შუადღეს თეთრი, ხოლო მზის ჩასვლისას წითლად იწვის. ქარი მუდმივად ცვლის დიუნებს, ამიტომ გზა, რომელიც გუშინ არსებობდა, დღეს შეიძლება გაქრეს. სწორედ ამიტომ ვაჰიბა ასწავლის ერთ მთავარ წესს. კონტროლის ილუზია აქ არ მუშაობს. Good? No, gosh. So nice. For the medical, my friend Domani, his number is
five is there in between. You Hamza. What? You say, جواه صار هذا ولا حطه يحصل انا موظف امبارح ما شاء الله more I want to know more about Bedouin life. Wahiba sand is because of Wahiba Bedouins, right? Okay. And how is the life here? Is it easy? It's difficult? Difficult? easy maybe this another this and easy another this maybe another too much in the summer summer too much in the here hot Okay. you said maybe this 15 here 50 53 54 4 some 3 months another this between BB and you go some in the village 1 month here yeah you go some morning here work another this go some in the village here another finish in the hot you go some in the here in the desert How many Bedouin too much maybe 15 16 yeah another this here in the maybe 100 kilometer too much in the between Really? yeah So you live far away? yeah another this here in the clear and too much in the rain Okay. 1 month same in the location after 2 months 3 months same another location in the between same desert So you yeah move? yeah Okay. Wow. welcome in the Wahiba San Shukran. და ბოლოს ერთ საინტერესო ამბავს მოგიყვებით. ერთმა ევროპელმა მოგზაურმა სახელად მარკუსმა ვაჰიბას უდაბნოში პირველად მარტო შესვლა გადაწყვიტა. მას ეგონა, რომ უდაბნო ცარიელი და პროგნოზირებადი იყო. პირველ დღეს ყველაფერი მარტივად მიდიოდა. ჯუნები თითქოს გზას აჩვენებდნენ. მანქანის კვალი კი მიმართულებას უკანახებდა. მაგრამ მეორე დღეს ძლიერი ქარი ამოვარდა, რომელმაც რამდენიმე საათში ყველა კვალი წაშალა. მარკუსმა იგრძნო, რომ მიმართულება დაკარგა. ტელეფონის სიგნალი აღარ იყო. GPS-ი კი მუშაობდა, მაგრამ რუკაზე მხოლოდ ერთფეროვანი სივრცე ჩანდა. სწორედ მაშინ მიხვდა, ვაჰიბაში ტექნიკა გეხმარება, მაგრამ არ გიცავს. საღამოს როცა მზის ჩასვლა დაიწყო და უდაბნო წითლად შეიღება, შორიდან პატარა, შავი წერტილები დაინახა. ეს არ იყო მირაჟი, ეს იყო ბედუინური კარავი და აქლემები. ბედუინებმა ის მიიღეს ისე, თითქოს მისი მოსვლა ნორმალური ამბავი იყო. წყალი მისცეს, ჩაი დაუდგეს და არაფერი ჰკითხეს. დილით ერთ-ერთმა მოხუცმა ბედუინმა ქვიშაზე ხაზი გაავლო. ქარის მიმართულებას მიუთითა და უთხრა: უდაბნო არ გკარგავს. შენ თვითონ იკარგები, როცა მას არ უსმენ. მარკუსი მეორე დღეს უსაფრთხოდ დაბრუნდა. მან ვაჰიბა არ დალაშქრა. მან ის ისწავლა.